ეხლა სკაში არის ქურდობა, მეგობრებო. ანუ ამ დროს უცხო ფუტკარი ცდილობს რომ სკაში შევიდეს და თაფლი გამოიტანოს. ოღონდ ეს მხოლოდ ამით არ კმარა. ცდილობენ დედის მოყვლას და ყველაფრით ოჯახი მთლიანად ნადგურდება და ზიანდება. ბევრი ფუტკარი იხოცება. ეს ხდება მაშინ, როცა ღალიანობა არ არის, ანუ შეწყვეტილია ღალიანობა. საფრენებს მაქსიმალურად ვავიწროებთ ისე, რომ ერთი ფუტკარი ძლივს ეტეოდეს, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ და სალიერკიანი ტილო შემოვატაროთ ტკის გარშემო. ტკის გარშემო იქამდე ვატაროთ, სანამ ეს ყველაფერი არ შეწყდება. შეგვიძლია დავუკიდოთ კიდევაც. სანამ ზიარჩავა ამის შეჩერება ძალიან რთული არის, თუმცა პროცესს მაინც შევანელებთ. აი ეს ტილობს ფუტკარი რომ უცხო ფუტკარი რომ შევიდეს სკაში. მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ, ახლა ძლიერი ოჯახი არის და ამ ოჯახის გაძარცვა ესე ადვილი არ არის.